President Zelensky, Sky News, do you have a message for Vladimir Putin? მე აქ ვარ. ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი თურქეთის დედაქალაქიდან და ამ გზავნილის მთავარი ადრესატი ვლადიმერ პუტინი იყო. თუმცა პირდაპირ მოლაპარაკებების შეთავაზების მიუხედავად, პუტინი როგორც ჩანს ანკარაში ჩასვლას არც გეგმავდა. სტამბოლში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კრემლის დელეგაცია არათუ პირველი პირის, მინისტრების დონეზეც კი არ იყო დაკომპლექტებული. ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე პუტინმა მინისტრების მოადგილეები გაგზავნა. დელეგაციის ხელმძღვანელი კი მისივე თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ამ დელეგაციას დეკორაცია უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი არათუ უკრაინის, არამედ შეერთებული შტატებისა და თურქეთის მიმართაც სრული უპატივცემულობაა. მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციის შესახებ შევიტყვეთ, მივხვდით, რომ სამწუხაროდ ისინი რეალურ მოლაპარაკებებს ძალიან არასერიოზულად უყურებენ. ჯერჯერობით აქ მყოფთა შორის ვერ ხედავთ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს რეალურად იღებს. აგრეთვე მინდა შეგახსენოთ, პირდაპირ მოლაპარაკებების წინადადება სწორედ რუსეთისგან მივიღეთ. დონალდ ტრამპის პირადი მხარდაჭერაც ჰქონდა ამ იდეას, რომ ლიდერები ერთმანეთს შეხვედროდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამ კრემლში როგორც ჩანს დიდი წყენა გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას და ის დამამცირებლად მოიხსენია. ვინ იყენებს სიტყვა დეკორატიულს, წარუმატებელი კლოუნი და გაურკვეველი განათლების მქონე პირი საუბრობს დიპლომატებზე, რომლებსაც აქვთ არა მხოლოდ საბაზისო აკადემიური ხარისხი, არამედ მიღწევები თავიანთი ქვეყნის სამსახურში. მათ თავიანთი პროფესიონალიზმის საქმით დაამტკიცეს და ის მათ უწოდებს დეკორატიულს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსულ დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა, თუმცა დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი მათთან შეხვედრას მაინც გამართავს. შეხვედრები სავარაუდოდ 16 მაისს შედგება. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი მოლაპარაკებებზე არ იქნებიან. დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს და მის გვერდით იქნებიან პროფესიონალები, სამხედრო მოსამსახურეები და დაზვერვის ოფიცრები. დიდი ალბათობით მოლაპარაკებები მაინც შედგება, თუმცა დიდი მოლოდინები არც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს აქვს. მისი აზრით, შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნდა შედგეს. ამერიკელი მაღალჩინოსანი 15 მაისს თურქეთში ჩავიდა, თუმცა ჯერ არაა ცნობილი, იქნება თუ არა ის ჩართული რაიმე სახის მოლაპარაკებაში. მინდა გულწრფელი ვიყო, არ გვაქვს დიდი მოლოდინები და გულახდილად რომ ვთქვა, სრულიად ნათელია. ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ გარღვევა გვექნება, პრეზიდენტი ტრამპისა და პრეზიდენტი პუტინის შეხვედრაა. ამ საკითხში გარღვევისთვის ჩართულობის ასეთი დონეა საჭირო. არ ვფიქრობ, რომ რაიმე პროდუქტიული მოხდება მანამ სანამ ისინი არ ჩაერთვებიან გულახდილ და პირდაპირ დიალოგში, რომლისთვისაც ჩემი ინფორმაციით პრეზიდენტი ტრამპი მზადაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და ვიზიტის დასრულების შემდეგ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიძე დასასწრებად ალბანეთში გაემგზავრა.